თანამედროვე სამყაროში ომი და გენოციდი იქცა სწორედ კონტენტად, რომლის წესებსაც უნდა მოერგო ერთი მხრივ თუ გინდა რომ შენი ხმა ისმოდეს და ყურადღება მოგაქციონ და ფიდზე ვიღაცა ორი წამით მაინც გაჩერდეს და მეორე მხრივ ამას დაგვიობა ეს რაც ვნახეთ ხა ისრაელის მხარეს გვაჩვენს იმას რომ თანამედროვე სამყაროში მივახცეთ იმ ეტაპს როცა დეჰუმანიზაცია შეიძლება იყოს რაღაც ყოველდღიური გასართობი ანუ ამაზე შეიძლება არც უხერხულობასაც კი არ გრძნობდეს რომელიმე მხარე რომ რაღაც კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს არ აქვს მნიშვნელობის ესე ღიად დასცინოდა და თანასწორ ადამიანებად არ მიიჩნევდა ასე ადამიანებად არ მიიჩნევდა ეს ყოველთვის იყო ხოლმე ჩვენ გვახსოვს ჰოლოკოსტიც და ბევრი სხვა ისტორიული გენოციდი მაგრამ სოციალური მედია ამას მისცა სხვა მედიუმი და კიდევ უფრო გამარტივა და კიდევ უფრო ჩვენთვის ასევე აღქმადი გახდა რამდენად ჩვეულებრივ რამეთ იქცა ეს